მეგობრებო, გამარჯობა. მე ვარ ოლიკო და დღევანდელ ვიდეოში მინდა გასწავლოთ ისტორიული 2D არკადული სტილის თამაშის, რომელსაც დინოზავრის თამაშსაც ვეძახით ხოლმე, მისი პროტოტიპის შექმნა, 3D ვერსიის შექმნა ბლოკებზე დაფუძნებული დაპროგრამების გარემოში. მოდით ჯერ განახებთ, როგორ გამოიყურება თამაშის დასრულებული ვერსია და შემდეგ მივყვეთ დეტალურად თამაშის შექმნის ეტაპებს. ჩავრთავ თამაშს. მოდით ახლა ხმას ჩავუწევ, რომ ჩემი ხმა კარგად ისმოდეს. როგორც ხედავთ, ეს თამაში არის მართლაც ისტორიული თამაშის ანალოგი. აქაც მეგობრებო იგივე პრინციპია, დინოზავრი მიდის, იღებს აი ამ ქოინებს და როგორც კი შეეჯახება კაქტუსებს, თამაში სრულდება. თუმცა, ნებისმიერ სივრცეზე დაწყებების შემდეგ თამაში ისევ განახლდება და თავიდან ვიწყებთ, მაგრამ ქულების აგროვებაც თავიდან იწყება. მოდით მივყვეთ ეტაპობრივად თამაშის შექმნის ეტაპებს. პირველ რიგში გეტყვით, რომ გარემო, რომელზეც შეგვიძლია თამაში შევქმნათ, გახლავთ პლატფორმა HedgeKids-ი. გეტყვით რა არის პლატფორმის უპირატესობა. პირველ რიგში ის ძალიან გავს Scratch, რადგან ამ გარემოშიც ჩვენ შეგვიძლია ისევ როგორც Scratch-ში გამოვიყენოთ ბლოკებზე დაფუძნებული დაპროგრამება და ასევე ძალიან გავს Codeworks, რადგან ჩვენ შეგვიძლია თითოეული პროექტის შექმნამდე გავიაროთ რამდენიმე ეტაპი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით თუ როგორ უნდა შექმნან ესე თუ ის პროექტი. აი ამ ლინკს აუცილებლად დავდებთ ვიდეოს აღწერაში. შეგიძლიათ დააწყოთ Start Activities და დაიწყეთ მუშაობა. ანუ როგორც თქვი, მეგობრებო, ეს პლატფორმა გავს Codeworks, აი თქვენ ზემოთ დაინახავთ 9 წერტილს, 8 წერტილის განმავლობაში ჩვენ უნდა შევასრულოთ პატარ-პატარა მისიები და ამავდროულად ბავშვი ისწავლის თუ როგორ უნდა შექმნას ესე ნაბიჯ-ნაბიჯ თამაში, ხოლო მე-9 წერტილზე უკვე ბავშვს შეიძლება თავად შექმნას თავიდან ბოლომდე თამაშის სრული ვერსია. როგორც ხედავთ, ჩვენ ვართ პირველ წერტილზე, სადაც ჩვენი მისია შემდეგი, რომ დავწეროთ ისეთი კოდი, რომლის საშუალებითაც დინოზავრი გადაადგილდება და თანაც შეაგროვებს აი ამ ქულებს. დავაწყაბოთ start codings და მოდით ვნახოთ გარემო. მეგობრებო, მარცხნივ ჩვენ გვაქვს ბრძანებები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ აი ამ მისიის შესასრულებლად, ანუ თითოეულ ნაბიჯზე ინსტრუქცია გვაქვს აი ამ ზედა განყოფილებაში. შუაში ჩვენ ვხედავთ გარემოს, სადაც შეგვიძლია ავაწყოთ კოდი, ხოლო მარჯვნივ ჩანს ფაქტობრივად ეკრანი, სადაც ვხედავთ აი ამ ალგორითმის და პროგრამული კოდის ვიზუალიზაციას და შედეგს, ხომ? აი პირველ ნაბიჯზე ჩვენი მიზანია, რომ ძალიან მარტივად, როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, დინოზავრი წინ წავიდეს და თანაც ქულა აიღოს, ხომ? აი მწვანე დროშაზე დაწყებების მოვლენა ჩვენ უკვე აი აქ გვაქვს სამუშაო გარემოში გადმოტანილი და როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, რა თქმა უნდა ვუბრძანოთ, რომ დინოზავრი გადაადგილდეს წინ და ასევე ჩაირთოს აი ამ მუსიკის ბექგრაუნდის ხმა. მე ხმაზე უკვე ჩაწეული მაქვს, რადგან ჩანაწერში კარგად ისმოდეს ჩემი ხმა. მოდით მართლაც ვნახოთ, მუშაობს თუ არა ჩვენს მიერ დაწერილი კოდი, დავაწყაბოთ მწვანე დროშას და როგორც ხედავთ, მართლაც დინოზავრი წავიდა და თანაც ეხლა თქვენთან ჩანაწერში არა, თუმცა როდესაც გააკეთებთ, ნახავთ, რომ ხმაც ისმის. დააკვირდით მეგობრებო, ჩვენ ავაწყეთ ეს პატარა კოდი ბლოკებზე დაფუძნებულ გარემოში, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იგივე კოდის ვარიანტი ვნახოთ JavaScript-ში, ხო? აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდით დავაწყაბოთ მეორე ნაბიჯზე გადასვლას. მეორე ნაბიჯზე მეგობრებო, ჩვენი მისიაა, რომ უკვე დინოზავრი გადაადგილდებოდეს მუდმივად ციკლის დახმარებით, ხო, ციკლის გამოყენებით. დავაწყაბოთ start codings. აი იგივე ინსტრუქცია ზემოთაც გვაქვს მოცემული და როგორც ხედავთ, მარცხნივ უკვე დაგვამატა მუდმივად გამეორების ბრძანება და ასევე ისევ დინოზავრის წინ გადაადგილება. ჩვენ ვიცით, რომ ციკლი გვაძლევს საშუალებას რაღაც კონკრეტული მოქმედება გავამეოროთ რამდენიმეჯერ ან მუდმივად. ამ შემთხვევაში მუდმივი ციკლი გვაქვს მოცემული, ამიტომ მუდმივ ციკლში ჩავსვათ შემდეგი ბრძანება წინ გადაადგილება. რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი მწვანე დროშას დავაწყაბებთ, ჩვენი პერსონაჟი, ანუ დინოზავრი მუდმივად დაიწყებს წინ სიარულს, ხო? მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და ვნახოთ, რომ ჩვენს მიერ დაწერილი კოდის პირობა მართლაც სრულდება. ხედავთ, რომ დინოზავრი წინ გადაადგილდება და ასევე ხედავთ, მეგობრებო, ჩვენს მიერ ბლოკებზე დაფუძნებულ გარემოში შესრულებული კოდის, ასე ვთქვათ, კონვერტაციას JavaScript-ის ენაზე. გადავიდეთ მესამე ნაბიჯზე. მესამე ნაბიჯზე მეგობრებო, აი აქ ვიწერს, ჩვენ უკვე ვისწავლეთ, როგორ უნდა ავახტუნოთ დინოზავრი ზემოთ. დავაწყაბოთ კოდინგის დაწყებას. ზემოთ ისევ გვაქვს ინსტრუქცია და თანაც მინიშნებები და ნახეთ უკვე დაგვემატა ახალი მოვლენა, ახალი ივენთი, ხო? როდესაც space relax დავაწყაბებთ, მაშინ რა უნდა მოხდეს? მეგობრებო, ჩვენ მოვლენას საშუალებას გვაძლევს დინოზავრი დავაპროგრამოთ ისე, რომ უკვე თამაში ინტერაქციაში შევიდეთ, ანუ როდესაც ჩვენ space relax დავაწყაბებთ, დინოზავრს უნდა ვუბრძანოთ, რომ ახტეს მაღლა. ამისთვის ავიღოთ dino jump, აი ეს ბრძანება და ასევე ვუთხრეთ, რომ ყოველ ახტომაზე ისმოდეს ახტომის ხმაც.
მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და ვნახოთ რამდენად სრულდება ჩვენს მიერ შექმნილი კოდი. აი მართლაც ნახეთ ძველი კოდი მუშაობს, რომ დინოზავრმა უნდა იაროს მუდმივად წინ და როდესაც space relax დავაწყაბე, დინო ახტა. აქ ისევ გვაქვს მეგობრებო JavaScript-ში დაწერილი ანალოგიური კოდი. მოდით გადავიდეთ მეოთხე ნაბიჯზე. ამ შემთხვევაში უკვე გვეუბნებიან, რომ ჩვენ დინოზავრს უნდა დავახვედროთ წინ დაბრკოლებები. დავაწყაბოთ start coding-ს, მოდით უფრო დეტალურად გავიცნოთ ინსტრუქციას. აქვე არის მინიშნება, რომ ჩვენ დაბრკოლებების სახით შეგვიძლია გამოვიყენოთ კაქტუსი 1 და კაქტუსი 2 და მოდით დავიწყოთ მუშაობა. პირველი ბრძანება არის ამ დაბრკოლებების ჩასმა, ხო? მოდით დავაყენოთ პირველი დაბრკოლება, პირველი კაქტუსის სახით და ასევე მეორე დაბრკოლება მეორე კაქტუსის სახით. მეგობრებო, ნახეთ, ეხლა ჩვენ უნდა დავწეროთ შემდეგი კოდი, რომ როდესაც გავუშვებთ დინოზავრს, ეს დაბრკოლებები რენდომული ხასიათით ხდებოდეს დინოზავრს. ამისთვის უნდა ავირჩიოთ აი ეს ბრძანება, სადაც მითითებულია, რომ ყოველ 7 მეტრში ერთხელ გამოჩნდეს ან პირველი, ან მეორე კაქტუსი, ხომ ესეა? მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და ვნახოთ, აი მართლაც როგორც ხედავთ, შესრულდა ჩვენი პირობა. გამოჩნდნენ კაქტუსები, რომელიც დაახლოებით 7 მეტრით არიან დაშორებულები ერთმანეთისგან. გადავიდეთ შემდეგზე, continue. გადავდივართ უკვე მეგობრებო მეხუთე ნაბიჯზე, როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგად არის სტრუქტურირებული თამაში და ნამდვილად ეფუძნება მარტივიდან რთულისკენ, აი ამ საგანმანათლებლო მეთოდს. მეხუთე ნაბიჯზე მეგობრებო, ჩვენ უკვე უნდა დავამატოთ თამაშის დასრულების კოდი და ლოგიკა, ხო? მოდით დავაწყაბოთ კოდირების დაწყებას. და ნახეთ, აი აქ ზემოთ არის კიდევ უფრო დეტალური ინსტრუქცია. რა თქმა უნდა, ლოგიკურად თამაში უნდა დასრულდეს მაშინ, როდესაც დინოზავრი დაეჯახება დაბრკოლებებს. ხო, ჩვენ გვაქვს ორი ბრძანება. პირველი მოვლენა არის, როდესაც დინოზავრი აიღებს ქოინებს, ანუ როდესაც დინოზავრი შეეჯახება მონეტებს, ხოლო მეორე ივენთი, ანუ მოვლენა გახლავთ, რა უნდა მოხდეს, როდესაც დინოზავრი დაეჯახება დაბრკოლებებს. ბუნებრივია, როდესაც აიღებს ქოინებს, ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს ქოინების შეგროვების ხმა, ხოლო როდესაც დაეჯახება დაბრკოლებას, ამ შემთხვევაში უნდა დასრულდეს რა თქმა უნდა თამაში და თანაც უნდა ჩაერთოს თამაშის დასრულების ხმა. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ აი ეს ორი ბლოკი ასევე არის ივენთების კატეგორიიდან, ანუ მოვლენები, ხო, რომელიც მიგვითითებს თუ რა უნდა მოხდეს ამა თუ იმ შემთხვევის შემდეგ. დავაწყაბოთ გაშვებას და მართლაც ხედავთ, რომ აი ამ ქოინების აღების შემთხვევაში ის შეგროვების და ხოლო დაიჯახებს ამ შემთხვევაში უკვე თამაშის დასრულების ხმა ისმის. მეხუთე ეტაპსაც თავი წარმატებით გავართვით და მოდით გადავიდეთ მეექვსე ეტაპზე. მეექვსე ეტაპზე მეგობრებო, გვეუბნებიან, რომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქოინები შევაგროვოთ, რაც შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავითვალოთ ჩვენს მიერ შეგროვებული ეს მონეტები. როგორც ვიცით, იმისთვის, რომ რაღაც ინფორმაცია დაპროგრამების გარემოში შევინახოთ, ამისთვის აუცილებელია შევქმნათ სვადი. სვადის შექმნისთვის უნდა დავაწყაბოთ create variables. დავაწყაბოთ სვადის სახელი, ამ შემთხვევაში იყოს core, რადგან ჩვენს მიერ შეგროვებული ქულები უნდა დავითვალოთ, დავაწყაბოთ სვადის შექმნას და ისევე როგორც Scratch-ში, შეიქმნება თუ არა სვადი, მაშინვე გაჩნდება ორი ბრძანება. პირველი ეს არის სვადის განსაზღვრა თამაშის დაწყებისას, ანუ რა რაოდენობა უნდა დააფიქსიროს, როდესაც თამაში დაიწყება და მეორე გახლავთ ბრძანება change score, ხო? ან ქულის გაზრდა, ან ქულის შემცირება. რა თქმა უნდა, როდესაც თამაში იწყება, ქულა დასაწყისში აუცილებლად 0 უნდა იყოს, ამიტომ მწვანე დროშის შემდეგ ჩავსვათ მეგობრებო ეს ბრძანება, რომ თამაშის დაწყების დროს, როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ, ქულა უნდა იყოს 0, მაგრამ როგორც კი ავაგროვებთ მონეტებს, მაშინ თითო მონეტის აღებაზე პირობითად ან 1-ით უნდა იზრდებოდეს ქულათა რაოდენობა, ან 2-ით, ან 5-ით, ან ასე შემდეგ, ხო? როგორც თქვენ გსურთ. ავიღოთ change score და თუ გვინდა რომ ქულა გაიზარდოს, მივუთითოთ რომ პირობითად გაიზარდოს თითოეულ ქოინზე დაჯახების შედეგად 10. ჩვენ ასევე ისიც ვიცით რომ თუ პირიქით გვინდა ქულა დააკვდეს, მაშინ უნდა ჩაწეროთ -10, -5 და ასე შემდეგ. მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა ქულების აგროვება, იმიტომ რომ აქ განსაზღვრულია რომ ამ ქოინებთან შეჯახების შემთხვევაში ქულა ბუნებრივია უნდა მოგვემატოს, ხომ ესეა? მოდით მართლაც დავაწყაბოთ მწვანე დროშას და დავაკვირდეთ, აი ზემოთ უკვე გამოჩნდა სვადი, რომელიც ინახავს ქულების რაოდენობას, სვადი თავიდან თამაშის დასაწყისში იყო 0 და შემდეგ როგორც დავაპროგრამეთ, იგივე ლოგიკით მუშაობს კოდი და თითოეულ მონეტასთან შეჯახების შემთხვევაში 10 ქულა გვემატება. აი როგორც ხედავთ, მეგობრებო, იგივე კოდი გამოჩნდა JavaScript-შიც და მნიშვნელოვანია, რომ აი ამ ტექსტურ
ტექსტზე დაფუძნებულ დაპროგრამების პრინციპებსაც დააკვირდნენ ბავშვები. მოდით გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე და ვნახოთ რა იქნება ახალი ნაბიჯის მისია. მეგობრებო, ნახეთ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ უკვე უნდა განსაზღვროთ, როდის სრულდება თამაში, ან როგორ შეგვეძლება თამაშის თავიდან დაწყება. მოდით დავაწყებოთ start coding-ს. ზემოთ ასევე ვხედავთ მითითებას და უფრო, ასე ვთქვათ, დეტალური ინსტრუქციას. აქვე გამოჩნდა ახალი ბრძანებები. პირველი ბრძანება, მეგობრებო, ეს გახლავთ პირობითი ბრძანება. ჩვენ ვიცით, რომ პირობითი ბრძანება განსაზღვროს რაღაც კონკრეტულ პირობას, მაგალითად, თუ თამაში დასრულდება, მაშინ რა უნდა მოხდეს და ასევე გვაქვს მეორე ბრძანება, რომელიც არის ისევ მოვლენა, ხო? ისევ ივენთების კატეგორიიდან. ნახეთ, მეგობრებო, როდესაც, ანუ რა არის თამაშის პრინციპი, ხო? რომ წესით თამაში უნდა დასრულდეს, როდესაც ჩვენ შევეჯახებით დაბრკოლებას, მაგრამ შემდეგ როგორც კი რაიმე სივრცეს დავაწყაბებთ, თამაში უნდა დაიწყოს. იმისთვის, რომ ეს კლიკი დაწყაბება განსაზღვროთ, ჩვენ გვჭირდება მოვლენა when screen is clicked, ანუ როდესაც სკრინზე დავაწყაბებთ და თან თუ ეს პირობა სრულდება, ანუ თუ თამაში დასრულებულია და ჩვენ დავაწყაბეთ აი ამ ეკრანზე, მაშინ უნდა დარესტარტდეს თამაში, ანუ თავიდან უნდა დაიწყოს. ნახეთ, ჩვენ გამოვიყენეთ როგორც მოვლენა, ასევე პირობითი ბრძანება. მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ ის ლოგიკა, რაც დავწერეთ ბლოკების საშუალებით. თუ როდესაც დავაწყაბებთ screens და თან სრულდება ეს პირობა იმ მომენტში, რომ ანუ თამაში დასრულებულია, მაშინ თავიდან დაიწყება თამაში. მართლაც მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას. ეხლა მე შევეჯახები, როგორც ხედავთ, დაბრკოლებაზე შეჯახების შედეგად თამაში დასრულდა, მაგრამ როგორც კი დავაწყაბებ აი აქ ნებისმიერ სივრცეს screens, ისევე როგორც აი ამ კოდში გვაქვს გაწერილი, მაშინ თამაში ისევ თავიდან დაიწყება. მინდა მეგობრებო ასევე ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ აი წინა ბრძანებები და ის წინა კოდი, რაც ჩვენ ავაწყეთ, რა თქმა უნდა, ინახება და თითოეულ ნაბიჯზე უბრალოდ რაღაც ახლის დამატება გვიწევს. ამაზეც მინდა გამახვილოთ ყურადღება, რაც ძალიან კარგია და კომფორტულია მოსწავლეთა მუშაობის დროს. მოდით გადავიდეთ შემდეგზე. მერვე ნაბიჯზე და ნახეთ, აქ უკვე გვეუბნებიან, რომ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ თამაშის დიზაინი, ხო? ქვედა ბლოკები, მეგობრებო, ისევ მოცემულია, ანუ თამაში მუშაობს. ამ ნაბიჯზე ჩვენი მიზანია უბრალოდ თამაშის დიზაინში შევიტანოთ ცვლილებები. ამისთვის გვაქვს შესაბამისი ბრძანებები. პირველი ეს არის ცის ფერის შერჩევა, მეორე გახლავთ აი ამ მიწის ზედაპირის შერჩევა, ოკეანის ფერის შერჩევა და თავად მთავარი სპრაიტის დინოზავრის ფერის შერჩევა. მოდით დავიწყოთ და განსაზღვროთ თითოეული, დავიწყოთ მთავარი სპრაიტიდან set dino, ანუ დავაყენოთ დინოზავრის ფერი, მე ავირჩევ აი ამ იასამნის ფერს. ასევე განსაზღვრავთ cis ფერს და მოდით დავტოვებ როგორც არის. ასევე განსაზღვრავ აი ამ მიწის ფერს, რომელიც მინდა იყოს ესეთი მოყვითალო და ასევე განსაზღვრავ ოკეანის ფერს, რომელიც მინდა იყოს ლურჯი. ნახეთ, წვენი დროშის შემდეგ ჩვენ მივუთითეთ ეს დამატებითი პარამეტრები, ხოლო დანარჩენი რაც გქონდა გაწერილი, დანარჩენი ლოგიკა ბუნებრივია ისევ შენარჩუნებულია. მოდით დავაწყაბოთ მწვანე დროშას და ვნახოთ, რამდენად მუშაობს ჩვენს მიერ დაწერილი კოდი. მართლაც ვაწყაბოთ მწვანე დროშას და ვხედავთ, რომ ზუსტად ისეთი ფერები მიიღო ჩვენმა თამაშმა, რომელიც გავწერეთ ამ საწყის კოდში. კარგით, მოდით გადავიდეთ შემდეგზე. აი ესე ძალიან სწრაფად მეგობრებო, ჩვენ უკვე მივედით მე-9 ნაბიჯზე, სადაც უკვე უნდა გავამთლიანოთ პირველიდან მერვე ნაბიჯამდე მიღებული ცოდნა და თავიდან ბოლომდე ჩვენ თვითონ შევქმნათ თამაში. ანუ ამ შემთხვევაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ის ცოდნა, რაც პირველიდან 8 ნაბიჯის ჩათვლით მიიღეს და მოახდინონ ცოდნათა ორგანიზება, გაერთიანება, ასევე გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები და თავიდან შექმნან დააპროგრამონ ესეთი საინტერესო თამაში. მოდით დავაწყებოთ start coding-ს და დავიწყოთ მუშაობა. პირველ რიგში ჩვენ ვიცით, რომ აი ნახეთ, საწყისი ბლოკი უკვე მითითებულია, რომ როდესაც მწვანე დროშას დავაწყაბებთ დინოზავრმა იაროს, წავიდეს მუდმივად წინ გადაადგილება ზის მუდმივობაში. როგორც ცოტა ხნის წინ ვისწავლეთ, მოდით განსაზღვროთ თამაშის პარამეტრები და შევარჩიოთ თამაშის დიზაინი. ისევ დავიწყებთ დინოს ფერის განსაზღვრით. ავირჩევ, რომ დინოზავრი იყოს, მოდით ისევ ვარდისფერს ავირჩევ. შემდეგ ისევ განსაზღვროთ ცის ფერი, როგორი იყოს. შემდეგ განსაზღვროთ მიწის ფერი. რომელსაც შევცვლი ყვითელით, ასევე განსაზღვროთ ოკეანის ფერი, მეგობრებო, ავირჩევ ისევ ლურჯს. თქვენ შეგიძლიათ აი ამ პლუსით და მინუსით აი ესე უფრო კომფორტულად მოირგოთ სამუშაო გარემო და ისე გააგრძელოთ მუშაობა. კი ბატონო.
ამის შემდეგ უკვე განსაზღვროთ რა. ანუ, როდესაც თამაში იწყება, ჩვენ ვიცით, რომ უნდა გამოჩნდეს დაბრკოლებები, ხო, რომლებიც დინოზავრს რენდომული ხასიათით ყოველ პირობითად 5-7-დან 10 მეტრში შეხვდება. ამისთვის, რა თქმა უნდა, უნდა ავირჩიოთ შემდეგი ბრძანება, ეს არის აი ეს ბრძანება, რომ ყოველ პირობითად 7 მეტრში შეხვდეს დინოზავრს ეს დაბრკოლებები და რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დაბრკოლებას გადაახდეს, ჩვენ აუცილებლად გვინდა გავწეროთ პროგრამულ კოდში, თუ როდის უნდა ახტეს დინოზავრი მაღლა. ამისთვის გვაქვს ისევ შემდეგი ივენთი, ანუ როდესაც space relax დავაწყაბოთ, მაშინ რა უნდა მოხდეს? space relax-ზე დაწყაბების შემთხვევაში დინოზავრი უნდა ახტეს მაღლა. ამ შემთხვევაში უნდა ახტეს დინოზავრი, მაგრამ აქვე ვუთხრეთ, რომ ახტომის შემთხვევაში ჩაირთოს ახტომის ხმა, ხო? play music jump. ასევე მეგობრებო, შეგვიძლია განსაზღვროთ დასაწყისში, როგორი მუსიკა ისმოდეს, აი ეს play აი ამ ფონის ხმაც, ასე ვთქვათ, დავურთოთ თავიდანვე. და ახლა კი უკვე გადავიდეთ ქულების აღებაზე. ნახეთ, ჩვენ ვიცით, რომ როდესაც თამაშის ლოგიკაა შემდეგი, როდესაც დინოზავრი დაეჯახება ქულებს, უნდა ააგროვოს მან ქულები, ხო? იმისთვის, რომ ქულები ააგროვოს, როგორც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, ჩვენ გვჭირდება შევქმნათ სვლადი, ანუ ის შესაძლებლობა, რომელიც დაიმახსოვრებს შეგროვებულ ქულებს. ამისთვის უნდა დავაწყაბოთ create variable-ის ბრძანებას, დავაწეროთ ისევ score, ანუ ქულები, დავაწყაბოთ სვლადის შექმნას. და ისევ გამოჩნდა რამდენიმე ბრძანება. ნახეთ მეგობრებო, სანამ გავწერთ შემდეგ კოდს, რომ მონეტებთან დაჯგუფების შემთხვევაში ქულა აგროვდეს, მანამდე ჯერ უნდა მივუთითოთ დასაწყისში თუ რა რაოდენობის ქულა უნდა გამოჩნდეს, როდესაც თამაში იწყება. ბუნებრივია, როდესაც თამაში იწყება, მაშინ ქულა უნდა იყოს 0-ის ტოლი. ამიტომ set score to 0. აი აქ განსაზღვროთ დასაწყისშივე და ამის შემდეგ როგორც კი უკვე მონეტებს ააგროვოთ ჩვენი დინოზავრი, რა თქმა უნდა, ქულა უნდა გაიზარდოს პირობითად, მოდით მივუთითოთ 5, ხო? ანუ თითო მონეტის შემთხვევაში 5 ქულა დაემატოს. და რა თქმა უნდა, მოდით აქვე დავურთოთ ამ მონეტების შეგროვების ხმაც, რომ პარალელურად დაირთოს აი coin collect-ის ხმა, ანუ მონეტების შეგროვების ხმა. ამის შემდეგ მეგობრებო, განსაზღვროთ, როდის ხდება თამაშის დასრულება. როდესაც დინოზავრი შეეჯახება დაბრკოლებებს, მაშინ უნდა დასრულდეს თამაში, ხომ ესეა? ამიტომ ავირჩიეთ game over. ასევე აქაც ჩავსვათ მუსიკა, რომ გაისმოდეთ თამაშის დასრულების ხმა. მეგობრებო, ჩვენ გავწერეთ კოდი, თუ როდის უნდა დასრულდეს თამაში. ბუნებრივია, აქვე უნდა გავწეროთ კოდი, თუ როდის და როგორ უნდა დაიწყოს თამაში. როგორც ვიცით, ჩვენ შეგვიძლია თამაში თავიდან დავიწყოთ, აი ამ სივრცეზე დაწყებების შემთხვევაში. ამიტომ ისევ დავწეროთ იგივე კოდი, როდესაც დავაწყებებთ აი ამ სკრინზე ნებისმიერ სივრცეს და თან თუ სრულდება ის პირობა, რომ იმ შემთხვევაში თამაში დასრულებულია, მაშინ თამაში თავიდან დაიწყოს. ამიტომ მოდით ავირჩიოთ if ბლოკი, რომ ეს if პირობითი ბლოკი, რომ თუ თამაში დასრულებულია, თავიდან დარესტარტდეს თამაში, ანუ თავიდან დაიწყოს თამაში, ოღონდ ამ შემთხვევაში, ხო, როდესაც სკრინის ნებისმიერ წერტილს დავაწყაბებთ. აი ეს პრინციპში ბოლო კოდიც ავაწყდა, მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ. წვანე დროშის შემდეგ ჩვენ ჩამოვწერეთ საწყისი პარამეტრები, ანუ რა მუსიკა უნდა ედოს თამაშს, ასევე როგორი უნდა იყოს დინოზავრის ფერი, განსაზღვრეთ ცის, მიწის და ოკეანის ფერი, ასევე განსაზღვრეთ ქულა, რომ დასაწყისში თამაშის დასაწყისში ქულა იყოს 0, ანუ სვადი განსაზღვრეთ 0-ით და შემდეგ ვუთხრეთ, რომ მუდმივად დინოზავრმა იაროს წინ. ამის შემდეგ ჩვენ განსაზღვრეთ, რომ თამაშის მიმდინარეობის პროცესში რენდომულად, ანუ შემთხვევითობის პრინციპით, ყოველ 7 მეტრში ერთხელ უნდა გამოჩნდეს რომელიმე დაბრკოლება. ასევე ჩვენ დამატებითი მოვლენის საშუალებით განსაზღვრეთ, შევედით ინტერაქციაში და როდესაც space relax დავაწყაბებთ, დინოზავრი მაღლა ახტება. ხო, ესეთი ლოგიკა გავწერეთ თამაში და ასევე თითოეულ ახტომაზე უნდა ისმოდეს დინოზავრის ახტომის ხმა. ასევე მეგობრებო, როდესაც დინოზავრი დაეჯახება coin-ებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ქულები უნდა შევაგროვოთ, შესაბამისად, ჩვენი სვადის score უნდა შეიცვალოს 5-ით. და ასევე უნდა ჩაირთოს აი ამ ქულების აგროვების ხმა. ასევე მეგობრებო, განსაზღვრეთ ის პირობა, თუ როდის უნდა დასრულდეს თამაში, ხო? როდესაც ამისთვის ავიღეთ დამატებითი ივენთის ბრძანება, ანუ მოვლენა, რომ როდესაც დინოზავრი დაეჯახება აი ამ დაბრკოლებას, უნდა ჩაირთოს თამაშის დასრულების ხმა და დასრულდეს თამაში. ბუნებრივია, სადაც ის ლოგიკა გავწერეთ, თუ როდის უნდა დასრულდეს თამაში, იქვე უნდა დაგვეწერა ისიც, თუ როდის უნდა დაიწყოს თამაში ხელახლა, ხო? ამისთვის გამოვიყენეთ ისევ დამატებითი ივენთი და ასევე აი ამ მოვლენაში ჩავსვით დამატებითი პირობა. რომ თუ თამაში დასრულებულია, თამაში თავიდან დაიწყება, იმ შემთხვევაში თუ აი ამ სივრცეზე დავაწყებებთ. როგორც ვხედავთ, მგონი თამაშის ყველა პირობა და ყველა ლოგიკა გადავაქციეთ პროგრამულ კოდად, დავაწყებოთ მწვანე დროშას და ვნახოთ, რამდენად სრულდება, ანუ ფაქტობრივად გავტესტოთ ჩვენს მიერ შექმნილი კოდი.
და ამის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა, სწორად შევქმნით კოდი, გასწავლით, როგორ უნდა ააღებინოთ მოსწავლეებს სერტიფიკატი. მოდით დავიწყოთ თან ხმასაც ჩავთავ. აი როგორც ხედავთ, მეგობრებო, დინოზავრი მიდის, ქულებს ვიღებთ, ისმის ქულების აღების ხმაც, თითოეულ მონეტაზე 5 ქულა გვემატება და როდესაც შევეჯახებით აი ამ დაბრკოლებას და შემდეგ დავაწყებებთ სქრინის ნებისმიერ წერტილს, თამაში თავიდან დაიწყება და ბუნებრივია ქულაც ნულით განისაზღვრება. როგორც ხედავთ, თამაშის აი ეს კოდი მუშაობს, შესაბამისად, როგორც ჩანს, სწორი ალგორითმი და სწორი პროგრამული კოდი შევიმუშავეთ. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია მეგობრებო დავაწყებოთ ფინიშ ბრძანებას, დავასრულოთ თამაში. და შედეგად ბავშვები მიიღებენ წამახალისებელ სერტიფიკატს, მათ შეუძლიათ თავიანთი სახელი და გვარი აი აქ ჩაწერონ, დააწყაბონ submit-ს, აი აქ გამოისახება სახელი და გვარი და შემდეგ დააწყაბონ print-ს, მარჯვენა კლიკი save images და ჩაასეივონ და შეინახონ აი ეს წამახალისებელი სერტიფიკატი. გისურვებთ წარმატებას, ნახვამდის.